ნაშვიდზე მისული დაქალები. მადლობა და ვაიმე ბიჭო! მადლობა და ბიჭო! ლიანა ბაბუჯი! ლიანა ბაბუჯი! ბებო, ყველას რო უყვარდი ბებო რა. ვაიმეცი! შენ თავს ფიცავარ. ვაიმე, შენ თავს ფიცავ, როგორც კი გავიგე შენი ბებო სამბავი, ეგრევე ფონი შევცვალე და პროფილზე დავაყენე შავი ფოტო. შავი ფონი და ასეთი კარგი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან ჯგუფში, ეგრევე გადავაზიარე ბებია შენის ფოტოცი. იზიარე, ფრითი დაიღუპა. გოგო, ნუ ბოლო დროს რაღაცა ცუდად იყო, მაგრამ ესე ნუ არ ველოდით სიკვდილს ნამდვილად. დიაგნოზიც არ ვიცოდი. არ იცი დიაგნოზი? არ ვიცი. გოგო, ზუსტი დიაგნოზის გარკვევის ჩატში ვარ, ერთი წამი დავპოსტავა თუ ეცოდინებათ და ეგრევე იმას ქნიან, მიპასუხებენ. აი, თამუნა გეხვეწები რაღაცა აქვს მითხარი. არა, როგორ არა, ყველაფერს გააზრი, კაცო, მოიცა. ერთი წამი შენც დაგამატებ ამ ჯგუფში. არ მინდა თამუნა გეხვეწები. ხوارჯებია რომ მაგამ ბავშვ თათობიძიას რო უთხრათ, ანუ თამადა რა თქვინა, რატო უნდა გადავყაროთ ხო ტყუილად ფული? ხო და თათობიძე არის ძალიან საყვარელი კაცი და ეს დანაზოგი რას დაგვრჩება მერე? ბანკეტის ხარჯი გაუშვათ და კაბადოკიაში გაუშვათ. 3 დღე ჩვენი გოგოები მაგარს ვაგულავებთ. აუ თათია, ამოყავი თავი ახლა ცოტა ხანი ერთიდან და მიუსამძიმრე გოგოს. აი მეცია. ბასო, მომისმინე, ბიჭო, ის რო არის, რა ქვია, ჩვენი 4 ფეხა მეგობრის ჯგუფის ადმინის ანგარიშის ნომერს ჩაგიგდებ და გეხვეწები რა, 130 ლარია გადასახდელი, ანუ პატარაც უგა საყვარელი სახსრების პრობლემა აქვს და უეჭველი საოპერაციოა რა და ჭირდება და გადარიცხე რა. თათია, სხვა დროს გააგზავნე, ეგოისებს ირცხვილია, სათხარ მიუსამძიმრე გოგოს. აუცია, ხო, მართლა. მოგწერე და ჩაგიგდე. გოგო, როგორ ხარ, აშვებით? მიუსამძიმრე? მიუსამძიმრე მე, როგორც კი პოსტი დადო გუშინ, ეგრევე პირველი ის რა ქვია, მე დავცრემლე რა, ეგ პოსტი და კომენტარის მე დავწერე. მაშინ რაღაცა მოდიოდი, უკვე მოგიხდია ვალი და. ხო, რა ვიცი, მაინც რა ვიცი. გეხვეწები, ტელეფონები გადადე ცოტა ხანი. ხო, რა მართალია, ტელეფონები გადადე. რა გჭირს შენ? ჰელოვინია თუ რატო გაქვს ეგეთი გრიმი? რაღაც განსხვავებული გრიმია. რა გრიმი თათია? ნამტირალევი ვარ და ტუშია ალბათ ჩამოსული. ხადაო, აუ ისევ გუკას თემაა, ხო? აი, მე ხო გითხარით, რომ გუკას დამალაპარაკეთ, ხო რა? რა გუკა ბებია გარდაეცვალა და ამიტომ. აი, რატო? ვამე უნდა წავიდეთ უეჭველით, ეხავს გოგო. აი მე გავგიჟდა. აი მე ხო, უნდა წავიდეთ და აქ ვართ უკვე, იცი? აუ, კაი რა. ბუდიში რა არის. ბანკეტის და იმის რა ქვია. გოგო ბანკეტი აქვს ბავშვს და როგორ მეწყინა, ძალიან მართლა. კაი, ცოტა ხანი გაჩერდი. ჭამე, მანდარი მაცივარში, ჭამე. გოგო, რომელი სასაფლაო გადაწყვიტე? გოგო, რა ჯერ არ ვიცით რა, ჯერ ესე არ შეგვირჩევია. მართლა. ვაიმე ცია. ის როა ჯგუფი დამკრძალავი ბიურო, ჯგუფი არის 60 თუ ჯოჯოხეთი, მაგათ აქ მაგარი გათამაშება. ხო და თუ მოიგებ, ანუ ბებიას ფოტო უნდა დადო რა და ვინც უფრო მეტ ლაიქს დააგროვებს, აძლევენ მიწას კუკიაზე და მოდი რა დაპოსტე რა, ბებია შენის ფოტო შევასევს ადაქალოს ლაიქები. თამუნა რა გათამაშება ეხა? რებს ლაპარაკობ შენ გეხვეწები რა. კაი, მაშინ იცი რა ვქნათ, შენ მე მომეცი მაგ ბებია შენის ფოტო, მე დავდებ. იქნებ გავიმარჯო რა და კუკიაზე მომცე რაღაცა ესა მიწა და მე კოტეჯში ჩავდგამი. აგერ გეხვეწები რა, ორსართულიანი არ გინდა, ერთსართულიანი, ბელეთაში ჩავდგამ და ცოტა ვიტრაჟებში მომწონს. და პატარა ჯაკუზი ჩადგი, წინ გოგოები რა. ხალხო რა ჯაკუზები რა მიწა, რებს ლაპარაკობთ რა, ბებია ჩემზეა საუბარი, გარდაცვლილ ქალზეა საუბარი. აუ მართალია. აუ გოგოებო, იცი რა არის, მე ვიჩალიჩებ მიწას, კახი კალაძის ფანების ჯგუფში დავწერა, იქნებ მივიქციო რაღაცნაირად ყოლადღება. აუ ეგ ძალიან კაი იდეა და მე რას ვიზამ, იცი? ხარაგაულის მიწები არის ჯგუფი ეგეთი და მანდ დავპოსტავ მე მიწაზე. ხარაგაულში რა თმინდა, გოგო, ბებია ჩემი თბილისელი ხალი იყო.
გოგო რა ვიცი, ასწორებს სასწავლეთში რომ მიდიხარ აღდგომა, საცობი რაღაცა. მე ბებია ჩემი სპეციალურად მათ დაგზავნა რომ ვიარო ხოლმე აღდგომას რა. კაი თუ არ გინდა, ნუ გინდა რა. უთო დამრჩა და გამორთე, უთო დამრჩა და გამორთე. აი მეცი ავიზია. თე! გოგო. ეს თე! გოგო რას ხვდები? ცოტა გორაშოები. ისიცანი. ой, აღარსებს. გოგო რა ძალათორეთ არ მინახავს. გოგო. აი, მე რომ მეშლება რა. ვინმე თუ არ გარდაიცვა, ის ერთმანეთს ვერ ხვდები. ხო, ის ეგრა. ხედი ლიზები რა. ეს კონდა? გოგო, ესეც თვალები გაა. გოგო, ვიზი, არა ძალიან მეწყინა, ძალიან ოქრო, ძალიან საკვარი, ძალიან ტკბილი, ძალიან კეთილი. კეთილი, ჩემი ბებო და რა ვიცი, რაღაცნაირად მჯერა რომ 64-ში მოხდება რა, ისეთი კეთილი ხალი იყო. 64-ში მოხდება? გოგო, შენ რაღაცა ჯგუფში ხო ხარ 64 თუ ჯოჯოხეთიო თუ რაღაცა? კი, ვის უნდა? აი, მე ხალე გავარკვევ ერთი წუთით. სად მოხდება ზუსტად? მე ხო ცოცხალი ხალხისულებთან დამაკავშირებელ ჩატში ვარ. ხო და ეხლავე გავიგებ, ერთი წამი დავწერო. მაგარ ჩატშია, მე არ ვარ მან. ერთი წუთით გოგოებო, ახალი მკვდარი რომელი ხართ? ციაკოს ბებია დაეღუპა. ციაკო ერთი ჩვენი შაბათის შეუსახიობი ვარ ხო? ანუ გვაინტერესებს რა, ანუ 64-ში მოხდება თუ არა, ის ძალიან კეთილი ხალია. ხო და რა ვიცი, აი ვერ გარკვევის პროცესში ვართ რა. გამომიგზავნით. გეხვეწებით ხალხი. მოიცე. აი, გიპასუხე. აი დაწერეს, ნახე. უეჭველი მოხდებაო. ერთი ვაფშე რას წერს, იცი? ვაფშე არ ყოფილვარ კეთილი, მაგრამ მაინც 64-ში მოხდიო. აუ, შანსებია ძალიან დიდი შენ არ ინერვიო. აი, გეხვეწებით, არ მაქვს მაგის რო გოგოებო, გემოდ რა დროს ჩათებია და რა დროს ტელეფონია ხალხო. დაბა, რა დროს ტელეფონია. გეხვეწებით, ჩემი ტკბილი ბებო. აი, დამში. იცი რა მაინტერესებს ეს ამბობენ, რომ გარდაცვალების შემდეგ 40 დღის განმავლობაში სული სახლშია. დინეტა მართალია. რა ვიცი, სხვათა შორის მეც გავიგე ეგ რა, რომ 40 დღე სული სახლში. თათია რა გადამაღებინა და გოგო ტელეფონი დამიჯდა და უნდა დავტენო ცოტა ხანი რა. გოგო მიცვალებულის მაცივარია ეგ არ გამო. კაი, მე რა გჭირს ჩარჯ. გოგო 15 წუთი რა უჭირს? აი, ცოცხლია, თათია, კაი, გამიჩა. რა უცნაური ხალხი ხართ, ღმერთო, 15 წუთი. კარგი გოგოებო, გავედი, ძალიან გამიხარდა. აუ, ძალიან გამიხარდა, მართლა რა. აუ, ერთი სული მაგ კიდე ვინმე როდის მოკვდება, რომ კიდე გნახო რა. როგორია, გოგოს კი არ ეხო. აუ, ძალიან ანაშვიძე ხარ. ვაიმეს, აუ, ბებია როგორია ხო? ძალიან მტკივა. გოგო მოიცა? მოიცა, აი ვოისი მომივიდა. რა მოიცა? კაცი გოგო, ეხა ვიმსჯელეთ და გავარკვიეთ, რომ თუ ცხონებული იყო ვერძი, მაშინ უნდა ბესერ კვირას გაასუნათ ესე საღამოს 9-ის ნახევრისკენ, გესმის? გოგო, გაიგე. გოგო, მოკლედ ეს არის ზოდიაქო ძალსა შენსას ადმინი და ამან იცი ზოდიაქოს მიხედვით ვაფშე რა არის საჭირო მიცვალებული სულისთვის რა. კაი გოგო. ხო, გაიხარე ნინაჭკა, გაიხარე, მიდი საღამოს შეგეხმიანები, გოგოებმაც მადლობაო. აი მე დედა ბებია ხო? ხალხო, გეხვეწებით რა, ჩათები დატოვე ცოტა ხანი, ან გადადი ცოტა. მართლა რა მივიდა ისა ხო, ხო, მართლა მისა რა ქვია, გოგო, მომისმინე ერთი წუთით. ეხლა ნახე რა ხდება რა. შუქნიშანს როგორც კი გაცდები, წახვალ პირდაპირ, აი ნახე პირდაპირ შუქნიშანი არა და მეორე შუქნიშანში ეგრევე. შეუხვევ თუ არა მანდარი პატარა სახლი რა. ხო და მანდარი ყველაზე მაგარი შუშაკიტის ჩითილები, ხო ხვდები? აი მე გეხვეწები. ამდენ ნახე შუშაკიტის ჩითილებში დაგამატებ ეხლა მე შენ. ხო, და ის არ ქვია დაემატე უეჭველი, სხვაგან არ წახვიდე. მე შუშაკიტრის ჩითილები და დამამატე. გოგო თამუნამ. გოგო, დაჯერდა თქვენს ადგილას, რა გჭირთ ვერ გავიგე. ხო, აი მართლა რა. აი მე მადლობა, ბებო. ბებო, ჩემო პატარა ბებო, ჩემო სიყვარულო ბებო, როგორ უდრო-დროს დამტოვა ბებო, როგორ უდრო-დროს წახვედი ბებო. აუცი, იცი რა ვიფიქრე, უდრო-დროს წასულების ჯგუფში რო დაგამატო.
ცოტა გულში გადააყოლე, არ გინდა? პილმენი ქე თუ არის მაცივაში მოიხაშ და შეჭამ ახლა ვერაფერს ვერ გამოგიძახებ. ჩემო ლამაზო, ბებო, როგორი ლამაზი იყავი, როგორი ლამაზი. აუცი, რა ვიფიქრე, იცი, ლამაზი ბებოების ჯგუფში დაგამატებ, გულს გადააყოლებ ცოტა. იცი, ძალიან კაი სასწავლები არიან შეგნით. თიკო მასწავლებლო გამარჯობა, ქართულში რა გვაქვს თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, ანუ ბავშვმა რაღაც ხვებიო და ვერ ვიყე. ბებო, რამე შველება, ბებო, უშენოდ მითხარი, ეხა მარტო აუ, დღეს დავამატე უშენოდ რამეშველებას ჯგუფში, ცია, დაგამატებ, არ გინდა მართლა. გოგო, აი ძალიან ბევრ რაღაცებს წერენ ისეც რა, აი გულს გადააყოლებ მართლა რა და დაგამატებ ან ერთ ჩატში, ან მეორე ჩატში, ან მესამე ჩატში. არ გინდა რომ დაგამატებ. აი გოგო! ამა მივიდა ყელში. რა ხოდა? რა ხდება, ვერ გავიგე, დავიღალე, გადაყარეთ ეს ტელეფონები, ან დავაი დაახვიეთ ეხა აქ. გოგო, სირცხვილია, პანაშვიძე. გვერდზე მინდა რომ იყოთ. პანაშვიძე როგორ იქცევია? გოგო, ბებო გადამეცვალა, ეს არის თქვენი გვერდში დგომა. გავიგე, ხომ არა, რა გავიგე. პანაშვიძე ესე იქცევია. დავაი თაკედა. აი მე ვერ ახარ შენ კარგად. აუ, მირიან. თათია ვარ ბიჭო. გადი გოგო, გადი აქედა. მირო გეხვეწები რა მე და თამუნას გვინდა მელირება. ოღო თამუნას უფრო ცივფერებში და მე მინდა ცოტა თბილფერებში. ხო და მაპატიებოს ჯგუფი. ვაიმე მონატრებულოს ჯგუფში რა. გადი გოგო. ვიმე, კადი გიჟია რა.